ბრძანება გასცა ჰააგამ აგვისტოს ომის საქმის გამოძიება შემდეგ ეტაპზე გადავიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეგრეთ წოდებული ჰააგის სასამართლოს პროკურორმა დღეს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაკავების განჩინებები სამი პირისთვის მიხეილ მინძაევი, ჰამლეთ გუჩმაზოვი, დავით სანაკოევი. მეოთხე ბრალდებული იყო ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელიც უკვე გარდაცვლილია. პროკურორი მტკიცებულებების შეფასებით მივიდა დასკვნამდე რომ ეს პირები სავარაუდოდ უშუალოდ მონაწილეობდნენ ომის დანაშაულების ჩადენაში. უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა. ვაჩვენოთ თუ შეიძლება 2008 წლის კადრები. პარალელურად მძევლად ხელში ჩაგდება იძულებით გადაადგილება. პროკურორი პირდაპირ იყენებს ტერმინს 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის ცხინვალის მხარის ამ წარმომადგენლებზე გადაწყვეტილებისას სიტყვა ტერმინს ოკუპაცია. პროკურორმა პირდაპირ დაწერა რომ იგივე დანაშაულის ნიშნებია უკრაინის სიტუაციაში. ეს არის რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სასამართლოს რუსეთი პარალელურად უგზავნიდა მტკიცებულებებს, რომლებიც მიმართული იყო მხოლოდ ქართული მხარის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს მტკიცებულებები არ აღმოჩნდა გამყარებული ფაქტებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული მხარე თავდაცვის უფლების განხორციელებისას მოქმედებდა ომის წესების იგივე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით და ადგენს ეს სასამართლო მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და არ განიხილავს სახელმწიფო პასუხისმგებლობას. სახელმწიფო პასუხისმგებლობა 2021 წლის იანვარში უკვე დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლად ცნო რუსეთი. თავად სასამართლოსთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორმა მოითხოვა კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაკავების განჩინების გამოცემა. ესე იგი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანუ დაადგინეს, რომ ქართული მხარე 2008 წელს თავდაცვის უფლების განხორციელებისას მოქმედებდა ომის წესების იგივე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესების სრული დაცვით. ეს მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, ვისაც ამ ქვეყნის ოკუპაცია ტკივა და მათთვისაც განსაკუთრებით საინტერესო, ვინც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს დღემდე ომის დაწყებას 2008 წელს და დედა სიდონია გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც სწორედ 2008 წლის პარალელებზე